მოგესალმები, მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მიეცით ბავშვებს წამალი ბიოლოგიაში ამას ვიტყვი. ხო, არაფერი ხა ამ კადრების კომენტირება ჩემი საქმე არ არის, მე საქართველოსი ვარ პოლიტიკოსი, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმე არ არის აღშფოთება იმ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, სადაც კანონის უზენაესობა რამოდენიმე საუკუნეა უკვე არსებობს, არ ვიცი, მე ჰეროლდ მრისხანეს მე ალბათ იქ ეს გრადად არის. მე ერთადერთი მთელ ამ სიგიჟეზე მახსენდება სრულფასოვნად ქართულ კონტექსტზე და არა დანიის ამბებზე რაღაც აყროლდა დანიის სამეფოში მარცელიუსის ეს ცნობილი რაღაც დალპა ხო დანიის სამეფოში მარცელიუსის ეს ცნობილი სიტყვები ჰამლეტიდან საქართველოს იდეალურად აჯდება ეს მეფის აჩრდილის გამოჩენის ამბავი ხო, სასაცილო არის ერთის მხრივ, სასაცილოა. იმისთვის აკეთებს, რომ აი ეს შოკის მონგრელი ეფექტი შექმნას, რომ ჩვენ ახლა ვილაპარაკოთ, რა მოხდა მაერსკის ოფისთან, არავის, ვინც ამ ქვეყანაში თქვენს გადაცემას ახლა უყურებს და უსმენს საკუთარ ავტომობილებში ძირითადად და ძალიან ბევრი ასეთი ამ ქვეყნის მოქალაქეა და ახლა რასაც ვიტყვი, ყველა თავს დაუკრავს ამაზე. არავის არ აინტერესებს რა მოხდა დანიის სამეფოში. ვინმეს თუ აინტერესებს რა მოხდა დანიის სამეფოში, რამე დაალპა თუ რამე აყროვდა, შეუძლია ჰამლეტი წაიკითხოს. რა ხდება დღევანდელ დანიის სამეფოში, ეს საქართველოს მოქალაქეებს არ აინტერესებს. საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებს, რომ 33%-ით გაუძვირდათ ელექტროენერგიის საფასური 1 აპრილიდან. საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებს, რომ ლარამდე და ლარზე მეტით გაუძვირდათ საწვავის საფასური 2 თვეა და არ იციან ეს ფული საიდან მოიტანოს. საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებს, რომ მათი პრემიერ-მინისტრი ამის წინამორბედი, აი ამ დანიის სამეფოში ულპება, იმის წინამორბედი, ეხლა ციხეში ულპება კორუფციის გამო, იმიტომ რომ ბაგაბაღების ბავშვების ფულს იპარავდა მისი ერთი დაქვემდებარებული, მეორე დაქვემდებარებული, მოხუცების ასადილოებიდან ფულს იპარავდა, მესამე დაქვემდებარებული ჯარიდან ფულს იპარავდა. ეს აინტერესებს საქართველოს მოქალაქეებს. რა უნდა აჭამოს თავის შვილებს ხვალ? ეს აინტერესებს საქართველოს მოქალაქეებს და ხედავს, რომ 5 თვეა აი ეს პრემიერ-მინისტრი, რომელიც დალპაზეზეულად ატყუებს ჩვენთან ამ მოქალაქეებს და ეუბნება, რომ ფასების დაკლებას რაღაცა კომისიით მოახერხებს და ბოლოს აღმოჩნდა, რომ სუპერმარკეტში მოაქუჩეს რაღაც არსებული ფასდაკლებები და აი ეს გააკეთა ამ პრემიერ-მინისტრაო. ამიტომ ნამდვილად რაღაც დალპა დანიის სამეფოში და ეს დანიის სამეფო აქ ხდება ჩვენ თვალწინ და საქართველოა დღეს. დღეს რო დადგა პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი რო დაანონსდა, მეგონა რაღაც განსაკუთრებულ თემაზე თან ისე დაიწყო საუბარი რაღაცა წერილით ევროკავშირის ლიდერებთან მიმართო, ვიფიქრე პოლიტიკას ხომ არ ცვლიან თქო. რაღაც უკან დახევას არ რაღაც ყურა გადგილო აი აწი რაღაცა დავლაგდეთ და ამ დროს შეკითხვა და მე მახსოვს ეს გადაცემა რო იყო დანიიდან გირეკავთ კოკაყანდეშვილმა მათი ეხა დანიაში პროპაგანდისტის კოკაყანდეშვილმა აქეთ დაიწყო დანიაში ეხა დანიაში ვრეკავთ ჩვენ და პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ხო და რას ეს სამსახურება ეს თქვენ იმას ხო რაც ჩამოთვალე ეხა ყველა არ გამიკეთებია ეს ჩამონათვალე რაც ჩამოთვალე ესა თემები სადაც საქართველოს რო აი ეს აფუთფუთდება ხოლმე და ზემოთ ამოდის ხო და ეხა საბრძოლო მექანიზმი რომ აღარ არსებობს იმისა რაც გააკეთეს ხო 5 თვე საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე გაჭირვებულ ნაწილს აბსოლუტურ უმრავლესობას მათ ვისაც უწევთ ყოველდღიურად სურსათისთვის არჩევს საბადებელისთვის ბრძოლა ამისთვის შრომა და ვისი მოდი ესე ვთქვათ რა მარტივად და პირდაპირ ვისი ხელფასის და შემოსავლის 3/4 მიდის სურსათზე აი ამ ადამიანებს ჩვენი ქვეყნის აბსოლუტურ უმრავლესობას პირდაპირ 5 თვის მანძილზე დასცინოდა აი ეს კაცი დასცინოდა ატყუებდა აი აბუჩათიგდებდა ბოლოს 10 ლარიანი ხორცით ატყუებდა მაგრამ მანამდე ატყუებდა რომ არსებობს რაღაც კომისიები არსებობს რაღაც ობხსი სუსი რომელსაც შეუძლია კომპანიებს შევარდეს იქ რაღაცები იჩალიჩოს და ფასები დააგდოს აღმოჩნდა რომ ეს ტყუილი აღმოჩნდა რომ მთელი ამ 5 თვის მანძილზე ყოველ თვე ყველაფრის ფასი ისევ გაიზარდა ეხლა ეს რაღაც ხოლმე გადაფაროს ესეთ მარტივი არ არის სინამდვილეში ყველაფერი პროპაგანდა არიფარება და როცა ადამიანებს ყოველდღიურობას მათ საკვებს ეხება და მათ სარჩოს და ციცოცხლის შესაძლებლობას ეხება საქმე ადამიანებს ძალიან განიცდიან ამას ეს არის მცდელობა ძალიან ისეთ ტრადიციულ ახლა კოკაყანდეშვილზე ძველ ამბავს გავიხსენებ კიდევ უფრო როდესაც არ ვიცი საბჭოთა საქართველოს პროპაგანდისტული ტელევიზია ამაყად მიმართავდა ხოლმე შეერთებული შტატების პრეზიდენტს რომ ანჯელა დევისი უნდა დაეხსნა პატიმრობიდან იმიტომ რომ უკანონოდ იჯდა აი ეს ცინიზმი საბჭოთა დროინდელი ამ ცინიზმის გაგრძელება არის მეთოდები იგივე არის ანუ ამ სიგიჟით ანუ შეხედა გამოვიდა სიგიჟე თქვა სიგიჟე რომ დანიაში რაღაცას აკეთებენ გატახსირებულებო თქვენ იმათ არაფერს არ ეუბნებით და ჩემ
რადგან გინდათ ვერ ეღირსებით. აი ეს თქვა იმისთვის რომ აი შოკი მოგურას თელ საზოგადოებას რომ ეძ ლაპარაკობს საერთოდ და მოიცვას მთელი საინფორმაციო სივრცე ამან ვერ მოიცვას იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქე მილიონობით ქართველი ისე უყურებს და ელოდება ფასების დაკლებას კომისია იქნება ჭირი თუ სიკვდილი იმისგან მოითხოვს ფასების დაკლებას საქართველოს მოქალაქეები ელოდებიან ქმედით ნაბიჯს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან მაგალითად აქციზის გაუქმებას დროებით საწვავზე იმისთვის რომ ლარი და 25 თეთრით გაძულებული საწვავი როგორმე ჩაასხან მანქანაში და აი ის შემოსავალი მოიპოვო რომლის 3/4-საც გაძვირებულ სურსათში ხარჯავენ. აი ეს მოცემულობა არ იცვლება მოცემულობა რომ ამ ქვეყნიდან ემიგრაციას მარტო უკანასკნელ 5 წელიწადში ეს კატასტროფული რიცხვებია მარტო 5 წელიწადში 22000-ზე მეტი მოსწავლე წყვეტს სწავლას იმისთვის რომ ქვეყნის წარი სწავლდეს ღმერთმა უწყის რომ მოახერხებს იქ სწავლის გაგრძელებას ანუ 22000 23000 ბავშვი ქვეყანაში რომელმაც რამოდენიმე დღის წინ ოჯახის სიწმინდე აღნიშნა ოჯახის სიწმინდე და იმდენი ვაჟკაცობა არ ყოფნის რომ 100 ოჯახი ყველაზე წმინდას რო იცავს ოჯახში ბავშვების სიცოცხლეს იმათ წამალი მიცეს ან 22000 საქართველოს მოქალაქე ბავშვზე იზრუნოს რომლის მშობლებას ქვეყანა დატოვეს იმიტომ რომ აქ გაუსაზრდელია ცხოვრება აი ეს მოცემულობა არ იცვლება 6500-ით მეტი ადამიანი რო კვდება ამ ქვეყანაში ერთ წელიწადში 2025 წელს ვიდრე იმადება და კატასტროფული დემოგრაფია გვაქვს ამას ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა ვერ უშველის ამას ოჯახის სიწმინდეზე სადღეგრძელოების ლაპარაკი ჭიქის გარეშე ხელში ვერ უშველის უბრალოდ ამას უნდა ქმედითი ნაბიჯები და ეს ხალხი ხედავს რომ ქმედითი ნაბიჯებს არ დგავენ ამიტომ ქმედითი ნაბიჯი გადაწყვეტა რომ იმ ქვეყანას ეხა მოსთხოვოს რაღაცეები რომელ ქვეყანასთან ჯერჯერობით არაფერი არ აკავშირებს რომ ქვეყანაში ეს პრობლემა არ არის ჩემო ძვირფასო ბატონო მერაბ იმიტომ რომ იმ ქვეყანაში ერთად შეიძლება პოლიცია გადასტომა გააკეთა მე არ ვიცნობ დღეს გავეცანი უბრალოდ იმავს კი შეიძლება გადააცილა ზალას და რაც უყურებ კადრებში ალბათ გადააჭარბა ოღონდ არავინ რატო არ ეუბნება არაფერს დანიას იმიტომ რომ დანია გამოცდილია იმაში ფელს ევროპას დანია გამოცდილი ყავს იმაში რომ დანიაში არსებობს კანონის უზენაესობა ანუ სასამართლო დანიაში დაადგენს რა მოხდა რომელმა პოლიციელმა ვისი ბრძანებით გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და დაისჯება ესეთი ადამიანი რატო ეცით ესე იმიტომ რომ ასე ხდებოდა აქამდე დანიაში 10 წლეულების მანძილზე და არავის არ აქვს იმის განცდა რომ ასე არ მოხდება ხვალაც ამიტომ არავინ არ ეუბნება იქ და საქართველოში 300000-ზე მეტი ადამიანი რო აწამეს რაღაცა მარშრუტკებში კონკრეტული ცნობადი სახეები პოლიტიკოსები სახელმწიფოები რო დაამტრიეს ისინი ჟურნალისტებზე მოთარეშე რაზმებმა თავდასხმები რომ მოახდინეს ამ შემდეგ ამ ყველაფერზე დაპატიმრებულია 4 კაცი ხო ეხა ისიც იმიტომ რომ თქვენმა კოლეგმა გამ გურამ როგავა მელისო ჯარეშუმა და სხვაებმა ჟურნალისტებმა გამოიძეს ვინ იყვნენ ეს 4 კაცი თორე ამ 4 კაცის დაჭერას არავინ არ აპირებდა ამბობდნენ რომ საერთოდ არაფერი არ მომხდარა იქო ამიტომ როდესაც ასეთი ქვეყანა არის მას თხოვს ხო ევროკავშირი რომელსაც რაღაც ბერკეტი აქვს იმიტომ რომ ჩვენ კანდიდატი ვართ ამას მოთხოვს რომ ხალხო ხომ მშვიდობით ხართ თქვენ სასამართლოს კლანი მართავს და მართლმსაჯულება არ ხორციელდება უკვე წელიწადზე მეტია არავითარი მართლმსაჯულება ამ ქვეყანაში არ ხორციელდება და დანიას ეს პრობლემა არ უდგას უბრალოდ კანონის უზენაესობა არის ფუნდამენტური რამ და ჩვენთან კანონის უზენაესობა ამ მართლა ზეზეულად მომპალ ხალხს გონიათ ის არის რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დეპარტამენტი შექმნიან რომლითაც ადამიანებს გაუკონტროლებენ Facebook-ზე რა უნდა დაწეროს და საჯარო ენა როგორი უნდა იყოს ის ხალხითან რომლის პრეზიდენტიც უბრალოდ რა ვიცი არც ეს წარმატებული ფეხბურთელი იყო ხა ბერმოვის ფეხბურთი უყურდა და იცის მისი არ წარმატებულობა მაგრამ პოლიტიკაში გავიცანით როგორც კაცი რომელიც პარლამენტის სხდომათა დარბაზში სადაც საქართველოს დამოუკიდებლობა მიიღეს დედის სისხლს იგინება ამითი გავიცანით ყაველაშვილს მეტი რა გაუკეთებია იმ დარბაზში ეგ კაცი გარდანიშნეს პრეზიდენტად ანუ პოლიციელები რომელიც დედის სისხლს აგინებდნენ მთელ მიტინგს გინებაზე აღარ არის ლაპარაკი ხარ შეურაცხყოფაც რომ ამხელა უბედურება პოლიციელის მხრიდან მაგრამ ხალხი galახეს იქ ამ ადამიანებს ღირსების ორდენები მიცეს ანუ მწამებლებს ღირსების ორდენები მიცეს კაცი რომელიც დედის გინებით მოვიდა პოლიტიკაში და დედის გინების მეტი არაფერი არ დაუტოვებია პრეზიდენტად დანიშნეს ეს კაცი და ეხლა გვეუბნება რომ დეპარტამენტი იქნება და ინას გაგიკონტროლებს ხო ამ დეპარტამენტზე მინდოდა შემდეგ შენთან რაზეც მესაუბრა რა ამ დეპარტამენტის შექმნა რა ასე ვთქვათ გზავნილია რა ნაბიჯი არის ანუ ხალხის შესაშინებლად არის თუ რისთვის არის ისინი ამბობენ რომ პირიქით პოლარიზაცია უნდა შევამციროთ ამით რომ ერთმანეთი არ ვლანძღოთ არ გადავეკიდოთ და ასე შემდეგ
რა ვიცი, პოლარიზებას შეამცირონ უნდათ ალბათ, ხო? პოლარიზებას თვითონ ასე ამბობენ, რომ თან შეიქმნება დეპარტამენტი, სადაც პოლიციელები ესე ჩამოსკროლავენ, ანუ სამსახური ექნებათ ასეთი Facebook-ის სკროლვა პოლიციელებს და სადმე თუ დაინახავენ, რომ ვიღაცა იგინება რაღაცა უძებო. ამას ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედა სპეციალურად ისე რომ იგი. შორის ვინც ლარი გაუგაზურა მის დედა აი ეს არის ყაველაშვილი. ეს არის ყაველაშვილი, ეს არის ამ ქვეყნის პრეზიდენტი. ამ ქვეყნის პრეზიდენტი, აი ამ კაცის პატრონი ხალხი, ვის ენას უკონტროლებს? რა პოლარიზაციას გაუკეთებაზე ლაპარაკობს მე რა? ჩვენ ოჯახებში რეკავდნენ ჩვენი ოჯახის წევრებთან და მე გამონაკლისი კი არა ვარ, ასობით ადამიანთან, ათასობით ადამიანთან ოჯახებს უწიოკებდნენ. ვიღაცა უკანასკნელი დონის ნაძირლები, ღამე, მათი პარტ აქტივი. ის ხალხი რომელიც მათ ხარს უჭერს, ახლა კონკრეტულად ვინ არის არ ვიცი, გუშინ ძალიან ამაყათიჟდა ის ministris მოადგილე დარახველიძე 171 ისა რა ქვია პოლიციელი დაწვით არაფერი 171 პოლიციელი იმეს რო დაეწვა ნახევარი საქართველოს ციხეში იჯდებოდა ეხა ერთი საქმე არ არის ამაზე აღძრული და აი ამას უწიფრად იტყუება ministris მოადგილე უწიფრად იტყუება ღია ეთერში ministris მოადგილე და ეს იყო და ის რო აი ეს უნდა დასაჯონ პირველ რიგში ეს უნდა დასაჯონ პირველ რიგში ის ხალხი როგორ ვერ დასაჯეს სახლებში დილის 4 საათზე რეკავდა დედაჩემთან, დედაჩვენებთან, მამაჩვენებთან, ჩვენს მეუღლეებთან და დედას აგინებდა. უშვერი სიტყვები და ემუქრებოდა, რომ გვამს მიუტანდნენ ჩვენსას სახლში. აი ეს ხალხი როგორ ვერ დასაჯეს? რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ ამ ქვეყანაში? სამარცხვინოდ სასაცილო არის. და ეს გამოდის მდინარაძე და ეს უპორტფელო და უკაბინეტო მინისტრი როგორღაც თავის ხელფას სამართლებს იმითი, რომ აქამდე თუ ქართული ოცნების პარტაქტივი წერდა ანონიმკებს კონკრეტულ ადამიანებს და ამის გამო მე ადმინისტრაციულად ციხეში სვავდნენ, ნუ Facebook-ზე შემაგინაო და Facebook-ზე ის მითხრაო, ხალხი რომელსაც გონიათ, რომ ჩვეულებრივი სიტყვებია, რომ რაღაცა message box-ში ჩამჯდარი მოღალატეები, უსამშობლოები, ნაძირლები, არაკაცები, აი ეს ჩვეულებრივი ამბავი. აი ეს ხალხი, ვისაც ეს message box-ში უზით, ლაპარაკობს იმაზე, რომ დეპოლარიზაციას მოახდინონ, იმიტომ რომ შენასწავლეთ სამართლოში სამართლოს შექმნია, რომელიც ენას გააკონტროლებს. აუცი მაგ პრინციპით იმისა რა ქვია ალბათ ყაველაშვილს უნდა აპირი ამოუკერონ. ხო, აქაც ასე მაგალითად მოყავთ რაღაც ასე ვთქვათ უცხო ევროპაში ასეა და ყაველაშვილს უცხო ხალხი საფრანგეთში ასეა. დაგგვინდა ქართულ ხალხს ამის პრობლემა არ ქონია. ქართულ ხალხს საჯარო ენის პრობლემა არ ქონია 90-იან წლებში მე რა ეს ხო გახსოვს კარგად. 90-იან წლებში მაშინაც კი, როდესაც პოლარიზებამ იმ დონეს მიაღწია, რომ ადამიანები ერთმანეთს იარაღი ესროლეს. მაშინაც კი სალაპარაკო პოლიტიკური საჯარო ენა ასეთი ბინძური არ ყოფილა, როგორი ბინძურიც არის ქართული ოცნების პირობებში. როგორი ბინძურიც არის. დედის გინება მოსულა პრეზიდენტის და რა ვიცი, ვიღაცას რო ის დაუძახოს რაღაცა თალიბანი თუ რაღაცა რის გამოც, ვინმე დეპუტატმა გორდულაძემ რაღაცა მოსიარული არარაობა, ქალბატონ თამარ ჩერგოეიშვილს უჩივლა. კაცმა ქალს უჩივლა, რაღაცა მითხრაო. რაღაცა დაწერა ჩემზეო. და ისინი ლაპარაკობენ ქართველობაზე, ქართველის იდენტობაზე, ვეფხისტყაოსნის ქართველის იდენტობაზე, არ ვიცი, ჰაგიოგრაფიის ქართველის იდენტობაზე, ქართველი გმირების იდენტობაზე ლაპარაკობს ტიპი, რომელიც რა ვიცი, ორბორტიან კასტუმში ზის და თამარ ჩერგოეიშვილს უჩივლა, რომ აი ჩვენი რაღაცა თქვა ჩემზე. აი ეს კაცუნები ქმნიან თურმე რაღაცა ქართულ ტრადიციულ რეალობას და არ ვიცი, არ ბნელა ესე ამ ქვეყანაში. სასაცილოა, მართლა სასაცილოა. პირველი ვისით უნდა დაიწყონ, არის ის ადამიანი, ვინც დანიშნეს საქართველოს პრეზიდენტად. ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებია. დაგინება პარლამენტში. მაშინაც ვიხსენებდი დიტო სამხარაძე, რომელიც ამით არის. ერთადერთი პარლამენტში რითიც არის. ყაველაშვილი პრეზიდენტი მაინც გახდა და დიტო სამხარაძე. მან ვიზდენს ესე რა თქო პრეზიდენტად დაინიშნა. შეიძლება რითიც არის. იგინება Facebook-ზე რა უყურებდა და მათიკაშვილი ზარდარკვა ალაძე გენერალური მდივანი რომელიც მაღალმთიანი გამოქანებისკენ მოუწოდებდა ქართულ ხალხს და ნაძირალა მაიმუნებს ეძახის ჟურნალისტებს კალაძე რომელმაც მეტყველება არ იცის რომელსაც 300 სიტყვაზე მეტი მარაგში არ აქვს და ამ 300-დან 100 საგინებელი სიტყვაა ამად ეს ადამიანები ლაპარაკობენ საჯარო ენის გამოსწორებაზე. კატასტროფაა საჯარო ენის ისე გაფუჭება მართლა, როგორც მათ გააფუჭეს. ოღონდ ეს ხო ჩემი ბრალი არ არის. ეს ხო მათი ბრალია. მათი გენერალური მდივნის, მათი პრეზიდენტის, მათი დეპუტატების. რაზე ვლაპარაკობთ? და მცდელობა რა არის? რომ არა ის მათი გინება მოსულა ეხლა ეგ იქნება. თქვენ არ უნდა მაგინოთ. თქვენ არ უნდა მომაყენოთ შეურაცხყოფა. სინამდვილეში ეს არის ხალხის დაშინებისთვის
და სინამდვილეში არის უდიდესი შიშის გამოვლინება, უსუსურების გამოვლინება, რომ არ არსებობს არგუმენტები, არ არსებობს პოლიტიკური რიტორიკა, არ არსებობს ჭეშმარიტება, რომელიც მათ ძუძს უმაგრებს იმისთვის, რომ დაიცვან თავის პოზიცია და პოზიციის დაცვას ცდილობენ იმით, რომ ვინმე ყმაწვილი გორდულაძე წავა და უჩივლებს ხან ჩერგოლეიშვილს, ხან სხვა ნებისმიერ ქალს, არ ვაქცენტირებ ამას, იმიტომ რომ ჩემთვის არ არის აქ ეს მთავარი, მაგრამ ვაქცენტირებ იმ გადმოსახედიდან, რა გადმოსახედიდანაც ეს ხალხი ლაპარაკობს. Რაღაცა ფსევდო ტრადიციების. Რო თუ ფსევდო ტრადიციების, რაღაცა ტრადიციაზე რომ ელაპარაკები და მეორე ხელით ანონიმ კაცს როწევ, რომ იმან ჩემზე ცუდი თქვა, იმ გოგომ ჩემზე ცუდი თქვა. რავი, ეზოში არ გაიზარდეთ, სახში არ გაიზარდეთ. გოგო დაანძმა არ ყოლით, დედმამიშვილი, რა ვიცი, ბიძაშვილი არ ყოლიათ. საიდან ამოძრენ მართლა ქვეწარმავლებივით? საიდან გამოძრენ, რომ სტერილურად იარსებეს აქამდე და ეხა შეუძლიათ, რომ საკუთარ ოჯახში, საკუთარ მეუღლეს ან დედას გაუპრაონ ეს ამბავი, რომ ქალს უჩივლე, თუდად მითხრა რაღაცა. უჩივლე, თამარ ჩერგოლეიშვილს უჩივლე, იქ რაღაც მითხრა. ან ნებისმიერ სხვას არ ვიცი. ხო? რა ვიცი. შეიძლება რაღაცა აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები მქონდეს, მაგრამ ხო ფაქტია რომ ეგ გააკეთა. ხო ფაქტია რომ ესქნა. და აი ეს ხალხი რაზე ლაპარაკობს ახლა რა ენის გასწორებაზე, კარგით რა. ანუ იქნება ეს ალბათ რაღაც მორიგი რეპრესიული მექანიზმი. რა თქმა უნდა, როგორც აი ახლა როგორც რა ვიცი, ტროტუარზე დგომა რამოდენიმე ასეული ადამიანის. ანუ აი გუშინ ჩავიარე და არაფერს შეუძლებელია ზაიჯერეს სამი. ანიკო ჟორჟოლიანი ხო აბსოლუტური ჩემი სოლიდარობა. ანიკო ჟორჟოლიანი. ხო თუმცა რომ არაფერში ჩვენ პოლიტიკური შეხედულებები არ ემთხვევა ერთმანეთს, ჩემი სრული სოლიდარობა ანიკო ჟორჟოლიანს და ნებისმიერ ადამიანს, ბუკა პეტრიაშვილს მანამდე ყველას, ვისი რეპრესიაც არის მიზანი, ვისი ფეხქვეშ გათელვაც არის მიზანი, ვისი შეშინდებაც არის მიზანი. ეს ხო ამას ემსახურება. რას უშლის ხო აი ერთი რაციონალური გადმოსახედიდან მეტყვი რას უშლის რუსთაველზე ადამიანები გზას აღარ კეტავენ და რას უშლის ტროტუარზე დგომა თურმე უშლის რას უშლის კომენტარის დაწერა ხო რას უშლის როცა საკუთარ თავის გჯერა როცა ის რომ მართალი ხარ რას დაგიწევს Facebook-ზე ოპონენტი რაში გაინტერესებს მაგრამ არ აინტერესებს და ლაივში მიდის ეს მერაბ ზუსტად აი ხა ესე ნამკანოს რო იღებენ მათი სახეები, მათი აქტივისტები, მათი პარტაქტივი, მათი თან დაახლოებული პირები ისევ ყველას მე, შენ, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ვისაც ის არ მოწონს, ისევ გვაგინებენ, ისევ გლანძღავენ, ისევ უშვერი სიტყვებით, ისევ რაღაცებს იგონებენ. ლაივში ხდება ეს და რაზე ვლაპარაკობთ ეს მართლა აი რაღაცა დისტოპიურ აბსურდში ჯერ ხო არა ვარ? ამიტომ ამას გამოფხიზლება უნდა.